Აღმშვიდობისა, გიორგი, მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. მოკლედ ფსიქოლოგია უძირო და ღრმა რამ არის და არ ვიცი ინტერვიუ შეიძლება ცოტა ღრმად და უძიროდ წავიდეთ იმდენი საკითხი ჩავუწერე რომ ამდენად შეიძლება ყველაფერს შევეხოთ, მაგრამ მე შევეცდები. მაინც ალბათ საუბარი დავიწყოთ როგორ შეიძლება უძლებდეს ფსიქოლოგი აი ამდენ მრავალ გონებას, მათ შორის ცოტა შეშლილ გონებებს. Საღვამშვიდობის კიდევ ერთხელ მივესალმები შენს მაყურებელს და პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. როცა ფსიქოლოგი ხდები, აუცილებელია ის ფაქტორი, რომ შენ იყო ემოციურად მყარი და ძლიერი. შენ მაქსიმალურად უნდა ეცადო იმას, რომ სანამ თმოვა და დაიწყებ სეანსს, მანამდე საკუთარი თავი მთლიანად უნდა გამოიყვანო იმ მდგომარეობიდან, რაც იმ მომენტში ხარ. უნდა შეძლო საკუთარი თავის მართვა პირველ რიგში და მოემზადო სეანსისთვის. როდესაც უკვე უშუალოდ სეანსი იწყება და იწყებ აი ამ პროცესს, ამ დროს აუცილებელია მაქსიმალურად კონცენტრირდე კნიეზე. ყველა მის სიტყვას უნდა მიაქციო ყურადღება აბსოლუტურად და არც ერთი მისი სიტყვა არ უნდა გამოგჩეს. უნდა შეიქმნას შენს გონებაში ეგრეთ წოდებული პატარა ბაბლი, სადაც შენ თვითონ ზიხარ და მხოლოდ მოდის ის სიტყვები, რაც მას აწუხებს. აქ უბრალოდ იცელ იმ ემოციებს, რაც მისგან მოდის. ამ დროს პირიქით უნდა შეინარჩუნო მაქსიმალურად სიმშვიდე, იმიტომ რომ შენ ამ დროს გმართებს ცივი გონება, რომ თუ ის რაღაცა ისეც იტყვის და რაღაც მომენტში გაჩერდება, ის შენ გელოდება, შენ რა პასუხს გასცემ. თუ შენც აქ აყვები ამ ემოციებში და შენც ისე გამოხატავ, როგორც არ არის საჭირო, ხო? ის დაიბნევა უარესად და იგრძნობს თითქოს, რომ შენ არ ხარ ამ საქმეში ბოლომდე ჩართული. ვცდილობ აი ეს ემოციები ავირიდო. და მაქსიმალურად ცივი გონებით ვიყო ჩემს კლიენტთან, რომ არ გამექცეს სადავეები და როცა საჭირო იქნება ის სწორი რჩევა მიცემას. შეიძლება სეანსის დროს არ გაგექცეს და არ უნდა გაგექცეს, ხო, პროფესიონალიზმიც ეგ არის, რომ სეანსის დროს დარჩე ფსიქოლოგად, მაგრამ აი შემდეგ სეანსის მიღმა ფსიქოლოგი და მრავალი გონება ერთად ხო, აი მანდ ეხლა როგორ არის სიტუაცია? როცა მთავრდება სეანსი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ფიქრობ რა ამაზე. იმას კომპლექსი აქვს, იმას თავდაჯერების ნაკლებობა აქვს, ამაებს მე შენს გონებაში ალაგებ, მე იმაზე ფიქრობ, როგორ დაეხმარო და ძალიან ბევრი რაღაც გროვდება შენში. მაგრამ ყოველთვის ვცდილობ იმას, რომ მაქსიმალურად გადავანაწილო ეს ყველაფერი საკუთარ თავში. თავიდან ძალიან მიჭირდა და არ დაუმალავ, რომ ყოველი სეანსის მერე ვიჯექი და აი არ ვიცი, ძალიან ჩაკეტილი ვიყავი საკუთარ თავში და ეს ამდენი ადამიანის პრობლემა იმდენად მოქმედებდა ჩემზე, რომ ხანდახან მეშინოდა და რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ ხო არ გავჩერდე, მაგრამ არა, პირიქით. ზუსტად ეგ მომენტებია, როცა შენ უნდა მიხვდე, რომ ზუსტად მანდ არ უნდა გაჩერდე და უფრო მეტი უნდა გააკეთო. შესაბამისად, თავში ეს ხმები, რაც მაქვს ხოლმე, რომ გიო, შეიძლება შეგეშინდეს გიო, რაღაცის გიო ეს, არა, პირიქით, გიო არ უნდა გაჩერდე, არ არის აქ გაჩერება, გამოსავალი პირიქით უნდა გააგრძელო ბრძოლა და აი ფიქრებს არ უნდა აყვეს. ფსიქოლოგებსაც ყავთ ფსიქოლოგები? ეს ყველაზე ცნობილი კითხვა. ხანდახან არის მომენტი, როცა გჭირდება ფსიქოლოგი. კი, ოღონდ გააჩნია უკვე რამდენად დიდი ხანი ამ საქმეში ხარ. ამ ეტაპისთვის არ ყოფილი ვარ ფსიქოლოგთან, იმიტომ რომ იმდენი რაღაც ვისწავლე ჩემი ამ პერიოდში და იმდენი რაღაც დავაგროვე, რომ ვცდილობ არ მივიდე ფსიქოლოგთან ჯერ. შეგიძლიათ რომ თქვენ თავს ჩაუტაროთ სეანსი, ეგ უნარებიც შეიძლება გამოიმუშაოს ფსიქოლოგმა? ანუ ვიცი როგორი მომენტია? შეგიძლია ის რომ უბრალოდ საკუთარ თავს უფრო მეტად ჩახედო თვალებში. ხანდახან არის, როცა ფსიქოლოგი ჭირდება ფსიქოლოგი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ოღონდ დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად დიდი ხანია ამ საქმეში არის. ვიღაცა შეიძლება 20 წელი იყოს და უკვე იმდენად გადაიტვირთოს ამდენი მიღებული ემოციით და ინფორმაციით, რომ დასჭირდეს ფსიქოლოგი. მაგრამ აი როცა დამწყები ხარ, მანდ უკვე პირიქით ეს ენთუზიაზმს გაძლევს და უფრო მეტი სურვილი გაქვს, რომ ჩაატარო და ეს სეანსები განიჭებს სიამოვნებას. ამიტომ ამ დროს იმაზე არ ფიქრობ, შენ თავს რა ჭირს და მიხვიდე თუ არა ფსიქოლოგთან. პირიქით ამ დროს უფრო მეტის მიღება და სწავლა გინდა. ერთხელ ერთ ძალიან საინტერესო სერიალს უყურებდი, ერთხელ რა გასულ წელს შეიძლება თქვენც იცოდეთ, ღამის თერაპია ქვია. ებრაული სერიალია, ფსიქოთერაპევტ კაცზეა. ერთი მცირე დიალოგი აქვს კოლეგა ფსიქოლოგთან. და სანამ კითხვას დავასრულებ, მოკლედ თაზომ კიდევ ერთხელ მიმანიშნა და მინდა გთხოვოთ კი არა და ძალიან გვიხარია რომ გვიყურებთ ხოლმე და თუ გამოგვიწერთ, უფრო მეტად გაგვიხარდება და მესამე ფურცელი ქვია ჩვენს გადაცემას და აუცილებლად მოგზებნეთ და გამოგვიწერეთ. მადლობა. გავაგრძელებ. მოკლედ თავის კოლეგასთან საუბრობს და ეგეთი ძალიან საინტერესო ის ხო გადავიღალეო რა, შევიშალეო ამ კლიენტებით, როგორც თქვენ ამბობთ, თუ პაციენტებით და ყველამ რო უნდა დაიწყოს, რომ პრობლემა აქვს
მშობლებთან, დედა, გადაუმუშავებელი ტრაუმა. ეს არის რამდენად ალბათ რეალურად ეს ხშირია, ხო, ადამიანები რომ მოდიან და რაღაცა ბრას თუ არ ვიცი რაღაც დაუმთავრებელ ამბებს რო ეძებენ მშობლებთან. ეს რამდენად არის ხოლმე? ხო, ეგ რეალური არის. ეგ ხშირია. ნახე, ჩემი საყვარელი ფსიქოლოგი არის იუნგი და მისი მიმდევარიც ვარ, მაგრამ ამასთანავე ძალიან მომწონს ადლერის მიმდინარეობაც. ადლერი ძირითადად არის ბავშვების მიმართულებით და ადლერი ამბობს იმას, რომ ყველა ბავშვი და ყველა ტრაუმა მოდის, უბრალოდ ყველა ტრაუმა მოდის ბავშვობიდან. შესაბამისად, ამას იწვევს სოციუმი, პლუს მშობლები, პლუს ის გარემო, სადაც იზრდება. ადლერის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ ის ამბობს, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა გაიზარდოს საზოგადოებაში და არა მარტო. რატო? იმიტომ რომ საზოგადოებაში ბავშვი ძალიან ბევრ რაღაცას ხედავს და სწავლობს. კი, შეიძლება რაღაც მომენტში ცუდი მანერა ისწავლოს, შეიძლება რაღაცა სადავე გაგექცეს, მაგრამ ჯობს საზოგადოებაში იყოს ვიდრე მარტო და განდეგილად, იმიტომ რომ იქ გაცილებით რთულად შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრების სწავლას. ხო და ამიტომ, როდესაც მოდიან ჩემთან და რაღაც სეანსებს ვატარებ, ყოველთვის ვიწყებ ბავშვობით, იმიტომ რომ იქიდან ყველაზე მეტი მოდის. იქიდან ილექება შენ უკვე დიდობაში, რაც გირტყამს, ასე რომ ვთქვა. შეიძლება ის იყოს კომპლექსი, შეიძლება თავდაჯერებულობის ნაკლებობა, შეიძლება რაღაც ისეთი პრობლემა იყოს, რაც ბავშვობიდან მოდიოდეს. ამიტომ მშობლების დიდი წილი მოდის ამაზე. ამას წინადაც ვქონდა ეგ, რომ ერთ-ერთი, ანუ საოცფათო მაქვს ესეთი გადაცემა და შემოდის ხოლმე კითხვები და ამას ვპასუხობ. ერთ-ერთი კითხვა იყო, რომ დედა ჩემი მადარებს სხვებს და ეს ძალიან არ მსიამოვნებს. ეს ძალიან ცნობილი თემა. ანუ აი ძალიან ცნობილია, იმიტომ რომ ყველა ბავშვს აქვს ეს პრობლემა, რომ რატომ მადარებს დედა ჩემი სხვას, რატომ არ არის ის კმაყოფილი ჩემით. შედარება არ არის გამოსავალი. ანუ ამათ გონიათ მშობლებს, რომ თუ შეადარებენ, ამით мотиваციას აძლევენ საკუთარ შვილებს. არა, პირიქით. აქ ხვდება შური. შეიძლება შური გაღვივდეს, შეიძლება სულ მუდმივად იმას ბრძოლაში იყოს, რომ აი მე პირველი უნდა ვიყო, მე უნდა გავიმარჯვო. ანუ პირიქით, ძალიან ცუდისკენ მიდის ეს. ამიტომ ყოველთვის გიყვარდეთ და დააფასეთ თქვენი შვილები და მათი შრომა, ნუ შეადარებთ ნუ რა ვის, იმიტომ რომ ეს დიდ ტრამვას იწვევს. ესე იგი, შეიძლება აქ ვიკითხო და ალბათ ასე იქნება, ხშირ შემთხვევაში შესაძლოა უკვე დასრულ ასაკში, თუნდაც პირად ურთიერთობებში მოყვებოდეს ის რაღაცნაირი ხარვეზები, რაც მშობლების რაღაცნაირმა ჩვევაწესებმა განგივითარეს და მე ხელს გიშლიდეს უკვე დამოუკიდებელ ცხოვრებაში, როცა შეიძლება მშობელი სულაც აღარ არსებობს, ხო? ძალიან შეგიშლის თან ხელს. არც ის არ მომწონს, როცა მშობლებს ძალიან ყავთ შვილები გამოკერებული და არაცდიან ცხოვრებას, იმიტომ რომ მან დამოუკიდებლობას ვერ სწავლობს. და ხანდახან არის ის, რომ ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს სწორად და მშობელს უყურებს, ანუ ესეც არა. არ უნდა გამოიკეროს მშობელმა შვილი, პირიქით მისცეს ცოტა თავისუფლება, რომ ისწავლოს ის თუ რა არის რეალური ცხოვრება. თორე მე როცა მარტო დარჩება და ამის წინაშე აღმოჩნდება, ძალიან გაუჭირდება და სადღაც დაიწყებს თვალებით ისევ მშობლების ძებნას, ან გააკეთებს ტრანსფერს და ვინმე ისეთ ადამიანს მოძებნის, ვისშიც მშობლებს დაინახავს და იმას ჩამოეკიდება. ამიტომ არა, ეგ არ არის სწორი. გაუშვით, ანუ აცხოვრეთ, აცადეთ, რომ თვითონვე დაუშვან შეცდომები და ამ შეცდომებზე თვითონვე ისწავლონ, რომ უფრო მეტად დამოუკიდებლები გახდნენ და მიხვდნენ რა არის რეალური ცხოვრების არსი. ძირითადად მინდა ჩვენი ინტერვიუ შეეხოს თანამედროვე ადამიანს და თანამედროვე ადამიანის პრობლემებს. რაღაცები მოვინიშნე ბევრი, არ მინდა რომ ყველაფერს შევეხოთ, თუმცა აი ურთიერთობები, თანამედროვე ადამიანების ურთიერთობები, ჩემი შეფასებით და მე შესაძლოა ვცდებოდე, რატომ არის უფრო ფრაგმენტული, ვიდრე ღრმა და ასე ვთქვათ, ყოვლისმომცველი? ხო, აი ურთიერთობები ის საკითხია, სადაც ყველაზე მეტად სამწუხაროდ გვიჭირს. მიზეზი არის ის, რომ არ არის მყარი კომუნიკაცია. ეს ყველაზე ცუდია. იწყება ხო ურთიერთობა და მე არ მინახავს, რომ ერთმანეთს ხშირად კითხვას უსვამდნენ. ანუ რაღაც ეტაპს გაივლიან რამოდენიმე კითხვით და იქ მორჩება, შეხვდებიან, მოგეწონე, მორჩა. ანუ რაღაცა პრობლემა არის, არაგვარებენ. ანუ თითქოს გაურბიან, პირიქით, არა, პრობლემის მოგვარება ის გამოსავალი, რომელიც დაგეხმარება შემდგომ უკვე სწორი ნაბიჯების გადადგმაში. მერე, იცი რა, აი, კარგი ბიჭია პირობითად, მაგრამ რაღაც აკლია, მაგრამ მაინც დავრჩები. თუ რაღაც აკლია, მაატორჩები. მაშინ უნდა უთხრა რა არ მოგწონს. ანუ გამოსავალი ის არ არის, რომ ვიღაც ყავდეს გვერდში, გამოსავალი არის ის, რომ ამაზე დაჯდე და ისაუბრო, გაარკვიო, რომ იცი რა, რაღაც არის, რაც არ მომწონს შენში და მოდი ამაზე ვისაუბროთ. აქ ამას რო იტყვი, რომ რაღაც არ მომწონს შენში, ეგრევე აგრესია, თუ არ მოგწონს, დადი სხვა ნახე. ანუ რატომ?
ხო შეიძლება რომ რაღაცაზე ამაზე ვისაუბროთ, განვიხილოთ თუ რა არ მომწონს, ან იქნებ გამოსწორებადია. თუ გამოსწორებადი არ არის, მაშინ არ ვიცი, შეიძლება რაღაც სხვა გზით წავიდეთ. ამიტომ აი ყველაზე დიდი პრობლემა არის ურთიერთობებში დისკომუნიკაცია. მამაკაცსაც და ქალსაც გარკვეული დოზით უნდა კონდეს გონებაში ჩამოყალიბებული ის თუ როგორი ტიპის ადამიანი მოსწონს. ეს დაეხმარება იმაში, რომ რაღაც დოზით გაექცეს ცოტა იმ ტოქსიკურ ურთიერთობას, ცოტა ისეთ არასწორ ადამიანს. ანუ აუცილებელია ეგეთი პატარ-პატარა რაღაც დეტალები საკუთარ თავში გათვლილი კონდეს. ხასიათი მოსწონს, ვიზუალი მოსწონს, კაი, არა უშავს რომ თამაშობს, მაგრამ რეალურად ეს პრობლემაა მისთვის. და აი ეგ არის ზუსტად საქმე რა, რომ თუ პრობლემაა, მოდი შეეშვი რა იმ ხასიათს, იმიტომ რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია შენთვის, რომ თამაშობს. ეს უფრო დაგაზიანებს, იმიტომ რომ არაერთ ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩაგაგდებს რა ეს. ხო და ამიტომ ის რომ შეიძლება სიმპათიური იყოს პირობითად ან რაღაც კაი შემოსავალი ქონდეს, ამის გამო არ უნდა გაჩერდე რა. რაღაც მნიშვნელოვანი უნდა დაიტოვო, რაც შენთვის მნიშვნელოვანია, იმას უნდა მიაქციო ყურადღება და ამის გამო არ უნდა დახუჭო თვალები. კი. და რაც თქვენ თქვით, ალბათ კომუნიკაცია ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არის ალბათ ურთიერთობები, როდესაც სადაც კომუნიკაციას გადაავადებენ და ძალიან გვიან იწყებენ კომუნიკაციას და ალბათ ამ დროს უკვე აღარ აქვს აზრი, ხო ერთმანეთთან. აი ყოფილა მომენტი, რომ გადის ორი კვირა და აღარ აშვები. ანუ რავი, ორი კვირის უკან რატო არ მკითხე რა შვები? ანუ არა, არ უნდა დაელოდო იმას, როდის გადაუვლის ბრაზი. პირიქით, თუ რაღაცა არის, რომ იმ მომენტში მოხდა, იმ მომენტში უნდა გაარკვიო. იმიტომ რომ თუ გავიდა ორი კვირა და ეს თუნდაც ერთი კვირა, ანუ დამავიწყდება, ვაფშე რაზე გავბრაზი ის აღარ მემახსოვრება და ამიტომ არა, იქვე უნდა მოაგვარო რა, შვიდად წყნარად დასხდეთ და ისაუბროთ და რაც პრობლემაა თქვენ შორის არსებული, მოაგვარო რა, არ უნდა დაელოდო იმას, თუ როდის გადაუვლის წყენა. ეგ რო გადაუვლის წყენა, მე უკვე ვსიო, თამთავრებული. ესე გითხავთ, არის თუ არა რთული, უფრო რთული ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნება ვიდრე ტოქსიკური? სხვათა შორის ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნება უფრო რთულია, იმიტომ რომ იქ მეტი რესურსი იდება და ხალხს ცოტა ეზარება რესურსები ჩადება, ურჩევნია მარტივად. იცი რა, დაინგრა ურთიერთობა, კაი დაინგრეს და მიდის, ანუ არა ინტერესს. ტოქსიკურის შენარჩუნების ხიბლი რა არის, იცი? მოსწონს ის, რომ აი როწვალობენ. აი მაგალითად ერთი კვირა ხო არ მიწერს და აი რაღაც პაუზა რო არის და აი სიამოვნებს რომ ის ერთი კვირა არ წერს და მუღამში შედიან. ახლა მიწერს, მერე ის მიწერს, მერე ეს მოწერს და მერე ჩხუბია, კამათია და აი ეს დაძაბულობა უფრო სიამოვნებს ვიდრე ის რომ ჰარმონიაში, სიჯანსაღეში და ნორმალურ ურთიერთობაში იყვნენ. იქ გარბიან პირიქით და აქ უფრო ყარად დგანან, იმიტომ რომ რაღაც აი თითქოს ეს ტოქსიკურობა ანუ უფრო მუღამში შეყავს, რატო ჩერდები იქ, სადაც ხვდები რომ შენ ზიანდები. რამდენჯერ მიკითხავს, ძალიან ბევრჯერ მიკითხავს, რატო გაჩერდი? და პასუხი ერთია. იმის მოლოდინში რომ ის გამოსწორდება. და სადამდე? კაი, ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე, ორი თვე, ანუ სადამდე? აი, მაშინ თქვენ რას ურჩევდით, როდის დგება ზღვარი, რომ აი მოვიდა დრო და უნდა გადავდგან აბიჯი, წავიდე. აი უკვე როცა ხვდები რომ შენი თავი გამოიფიტა, როცა შენი სამეგობრო შემოგეცალა, როცა ხვდები რომ უკვე აღარა ხარ ისეთი პერსპექტიული, ისეთი რაღაც მონდომებული, როცა უკვე შენი მიზანიც კი აღარ გაქვს და მთლიანად მასზე ხარ დამოკიდებული და უკვე ხვდები რომ ნადგურდები. ანუ ეგეც უკვე ისეთი მდგომარეობაა რომ კი არ უნდა წახვიდე, დიდი ხნის წასული უნდა იყო, მაგრამ ეგ უკვე ძალიან კრიტიკული ზღვარია, როცა კი არ უნდა გაიქცე, არ ვიცი, უკანაც აღარ უნდა მოიხედო. მაგრამ უკვე როცა ხედავ რომ თუნდაც манипуляცია იგრძნობა, თუნდაც ის რომ ცდილობს შენი მე დააკნინოს, თუნდაც ცდილობს იმას რომ რაღაცა შეგცვალოს, ანუ როცა უკვე იგრძნობა ხშირი ჩხუბები, კვირაში 7 დღეა, 7 დღიდან თუ 5 დღეს კამათში ატარებ, ესე იგი არასწორად ხარ. რაღაცა არასწორად მიდის ურთიერთობაში. ან უნდა დაждდე და დაილაპარაკო, თუ არ დაილაპარაკე, თუ დაილაპარაკე და ვერაგვარებ, სხვა გზა არ არის. უკვე იძულებული ხარ დაამთავრო ურთიერთობა, რადგან შენი თავის განადგურება უარესია, ვიდრე აი ეს ურთიერთობა სადაც ხარ. არავინ და არავის არ უნდა შეუშინდე და არ უნდა მისცენ ის უფლება. ანუ ჯერ თავ და მე ცოლო და შვილოა, ხო? ესეთ ტოქსიკური ურთიერთობის დროს შესაძლოა არც არის ეს ურთიერთობა ტოქსიკური, ახლა ესე ვიკითხავ, მაგრამ აი ცალმხრივად ტოქსიკურია, შენ თვითონ შექმენი რაღაც გარკვეული ტოქსიციზმი, რაშიც შენი თავი ჩააგდე და შენვე შექმენი ყალბი რეალობა, გაიყალბე გონებაში რეალობა, გამოიგონე აი მეორე ადამიანისგან რაღაც ვერსია შექმენი და შენ გონებას დააჯერე რომ რაღაცა ეს სიყალბე თითქოს სინამდვილე არის. აი ამაში აღმოჩენა რა შეიძლება ნიშნავდეს, რა ზიანის მომტანი იყოს და როგორ შეიძლება დაეხსნას ადამიანი თავისივე გონებისგან შექმნილ რაღაც ყალბ სცენარებს. ხო,
თავისმოტყუება და ყალბის სცენების შექმნა ცოტა ისეთი საკითხია, სადაც რთულია გააქციო საკუთარი თავი, იმიტომ რომ იქ სადაც შენს ესე ვთქვათ სამყაროს ქმნი, იქ ალბათ მოგწონს კიდე ყოფნა. მაგრამ თუ ეცდები რომ ამ საზღვრებს გადაცდე და რაღაცნაირად ეს შენი შექმნილი ილუზია ცოტათი უკან გაწიო და რეალობისკენ წამოხვიდე, შეძლებ იმას რომ აი ეს შენი შექმნილი სამყაროც რაღაცნაირად ცოტა გამოწიო და რაღაცნაირად ცოტა სხვანაირად შეხედო. აი როგორ შეიძლება შეძლო რომ აი ყალბის სცენარებიდან როგორმე შენი თავი დაიბრუნო? პირველ რიგში როგორც იუნგი იტყოდა, საკუთარ ჩრდილებს და საკუთარ პრობლემებს უნდა ჩახედო კარგად თვალებში. ყველა ადამიანის შინაგან სამყაროში არის ჩრდილი, რომელსაც ყოველთვის ვაკავებთ და ვცდილობთ არ გამოვუშვათ. თუ შეეცდები იმას, რომ საკუთარ ჩრდილთან დააყარო კონტაქტი და რაღაცნაირად მიხვდე თუ რა გაფერხებს იმაში, რომ აი ამ ილუზიიდან გამოიყვანო საკუთარი თავი და რეალობაში გადმოხვიდე, მერე უფრო გაგიმარტივდება ზუსტად აი ამ რეალობაში გადმოსვლა. ხანდახან რთულია საკუთარ თავთან ჩაღრმავება და აი ამ ჩრდილთან ერთად საუბარი და აღიარება იმის, რომ მე რაღაც პრობლემა მაქვს საკუთარ თავში. მაგრამ თუ შეეცდები და ნაბიჯს გადადგამ და საკუთარ თავთან ერთხელ მაინც ისაუბრებ ღიად, რა პრობლემაც გაქვს, მერე უკვე შეძლებ აი შენ შექმნილ სამყაროს ნელ-ნელა პატარა მიწისძვრა გაუკეთო და ნელ-ნელა ჩამოანგრიო და პატარა მიწისძვრა უკვე კაი რამ არის ეგეთ დროს. აი თუ ესეთ შემთხვევაში შენი რომელიღაც ალტერ ეგო ისეთი საძაგელია, რომ ის არ გაძლევს ჩრდილთან საუბრის საშუალებას. საგვადად ადამიანში ძალიან ბევრი პიროვნებაა და პლუს ამას ძალიან ბევრი ნიღაბიც. ამას არქეტიპები ეწოდება და სამწუხაროდ იმდენს ქმნით, რამდენიც შესაძლებლობაც გვაქვს. რთულია ერთი კონკრეტული ადამიანის ჭრილში იყო და ყოველთვის ამ ჭრილით იმოძრაო, იმიტომ რომ ხანდახან გჭირდება სხვადასხვა ნიღბის მოორგება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ არის მომენტი, ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან, ერთ-ერთი ანიმაცია SpongeBob-იდან, ცოტა სასაცილოა, მაგრამ ანუ რა თემა არის. ერთ-ერთი ეპიზოდია, სადაც SpongeBob-ი ცდილობს, რომ აი ყველა თავის გარშემო ადამიანს მიმიკა გააკეთოს და მაქსიმალურად ანუ მიბაძოს მათ და რაღაცნაირად ხანხმოვნებით იმაშვება ხანით და ბოლოს უკვე ეპიზოდი ისე მთავრდება, რომ იმდენად შეიჭრა როლებში SpongeBob-ი, რომ საკუთარი თავი დაკარგა. ანუ შენ შეიძლება იმდენად შეიჭრა როლებში, აი ამდენი ნიღბიდან გამომდინარე, რომ საკუთარი თავი საერთოდ დაკარგო და ბოლოს იმდენი ადამიანი შექმნა შენში, რომ ვეღარ გაიგო, რომელია რეალურად შენი. ხო და აი მანდ ცოტა რთულია ის საკითხი, რომ აი გამოერკვე საკუთარ თავში სად დაიკარგე. მაგრამ ყველა პრობლემიდან არის გამოსავალი, თუ შენ ამას სწორად მიუდგები და ამაზე დაფიქრდები. აი ზუსტად ეგ ჩრდილი არის ის, რაც შეგიძლია რომ გამოიყვანო საკუთარი თავიდან, თუ ერთხელ მაინც ეცდები რომ მასთან კომუნიკაცია დაამყარო. ხო. რთულია რა რაღაც ლაბირინთში თუ თავს აღმოიჩენ, კი არის ლაბირინთის გამოსასვლელი აქვს, მაგრამ მისი პოვნა რთულია. ისევ ქორწინებაზე, კი არ გვისაუბრია ქორწინებაზე, ურთიერთობაზე ვისაუბრეთ, მაგრამ აი ქორწინების პრიზმიდან მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ. აი დღეს თანამედროვე ადამიანისთვის ქორწინება ეს არის რაღაც ერთგვარი სოციალური ვალდებულება, არ ვიცი რაღაცა შიში რომ ის მარტო არ დარჩეს, თუ რაღაც კულტურფელი და ჯანსაღი ურთიერთობა. აი როგორ არჩევანს აკეთებენ ხოლმე? აი რაღაცა უფრო სოციუმი გიბიძგებს, რომ აუცილებლად ქორწინებაში უნდა იყო, გეშინია მარტოობის თუ ეს რაღაცა უფრო ნამდვილი და მყარი საფუძველი აქვს. რაც შეეხება ახლა ქორწინების ამბავს, მანდ ცოტა სამწუხარო ამბავი ის არის, რომ ყოველთვის რაღაც ნათესავები გვეუბნებიან, რომ შენ კიდე მარტო ხარ. ხო, ანუ სოციალური ეგ არის. და პლუს ნუ მშობლებიც საკმაოდ არის ხოლმე, რომ აი უკვე 28 წელი ხარ, 29 წელს ხარ, შულზე არ ფიქრობ, ცოლზე არ ფიქრობ, წყლის მომწოდებელზე არ ფიქრობ. ანუ იცი რა არის, ადრე იყო ის პერიოდი კომუნისტების დროს, როცა მიდი კაც შექმნილი ყველაფერი იქნება. ანუ რაღაცაზე არ უნდა შეიქმნას ოჯახი, ამას აქვე ხას უსმევ. და მე კიდე იქ მიჩვეულები იყვნენ იმას, რომ მოიყვანე სიო, ანუ ცოლია. აქ ახლა უკვე იმდენად შეიცვალა ამ მდგომარეობით ცხოვრება, რომ ცოტა რთულია ჯერ ერთი რომ ნახო თუნდაც შენთვის მისაღები ან კაცი ან ქალი და პლუს თუ ნახავ, არ არის მარტივი რომ აი ქორწინებაში ესე უცებ შეხვიდე, ეს ქორწინებაც მყარი იყოს და კარგად იცხოვრო.
აქ ძალიან ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. პირველი ის, რომ სანამ ურთიერთობას დაიწყებ, მანამდე კარგად უნდა გაიცნო ადამიანი რა. შეიძლება რაღაც მომენტშიც რაღაც 2 წელი რო გავა, ცალკეც გადახვიდ. ნუ აქ ცალკე გადასვლა ხო საერთოდ კატასტროფაა, იმიტომ რომ ვერ გადახვალ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მე ნათესავი რა სიტყვის, აი, ჩემი შვილი, იმის შვილი იმასთან ერთად გადავიდა და მოკლედ მთელი ამბები მიდის ამ ყველაფერზე. მაგრამ რეალურად ეს ყველაზე დიდი გასაღებია ის, რომ მეტად გაიგო იმ ადამიანზე თანაცხოვრებაში რამდენად გამოგადგება, რამდენად უგებთ. ის ხო არ არის მარტო რომ აი გავიდეთ ახლა გარეთ, ყავა დავლიოთ, ხელი ჩავყიდოთ ერთმანეთს, ფილმს უყუროთ, ანუ აქ არ თავდება ურთიერთობა პირიქით. ეს ურთიერთობის საწყისია და მერე გრძელდება. აი მერე იქ როცა მარტო რჩებით იმ ოთახში და როცა მუშაობთ, როცა შვილი ჩდება, აი მერე რასაკეთებ, ეგ არის მთავარი. ამიტომ ის არ არის მთავარი სოციუმი, რაც გეტყვის, მთავარი არის შენ შინაგანად რა გინდა და რამდენად ხარ მზად თუნდაც დასაოჯახებლად, თუნდაც ახალი ნაბიჯის გადასადგმელად. ამიტომ სოციუმი არა, უფრო შენ უნდა გადაწყვიტო რა გირჩევნია და შენთვის რა არის მისაღები. კეთილი. ჯანსაღი мотиваცია რა არის ქორწინებისთვის? ჯანსაღი мотиваცია ქორწინებისთვის არის ის, რომ თავად შექმნა შენ ეს ჯანსაღი გარემო. ოღონდ, რა თქმა უნდა, შენს მეწყვილესთან ერთად. უნდა იპოვო ისეთი ადამიანი, ვისთანაც ყოველი დღე, ღამე ყოფნა გესიამოვნება, ვისთან ერთადაც გაღვიძება გესიამოვნება. ანუ ჯანსაღი ქორწინების мотиваცია არის ჯანსაღი ადამიანი, რომელიც ცოტა რთულია რომ იპოვო, მაგრამ თუ იპოვი, ხელი ნამდვილად არ უნდა გაუშვი. ხო, მაგრამ ამ ჯანსაღ ადამიანსაც თუ იპოვი, შეიძლება ცხოვრების განმავლობაში მაინც მოგიწიოს ხელის გაშვება, იმიტომ რომ სიჯან საღეშით შემოდის ხოლმე გარკვეული ხარვეზები. რატომ ქრება ემოციები? აი რა უწყობს ამას ხელს, რომ ემოციები გაქრეს, ანუ ემოციები სადღაც დაბლა წავიდეს და ზემოთ წამოვიდეს მთელი რიგი პრობლემები. აი მაგას ეწოდება განაღდება. ანუ რას ქვია განაღდება? განაღდება ნიშნავს იმას, რომ აი ეს გოგო მინდა რომ ჩემი იყოს და აი ყველაფერს რო აკეთებენ. ყვავილებს რო უგზავნიან, აი რავი მესიჯებს რო წერენ, ყურადღებას რო არაკლებენ, ყველანაირად რო ცდილობენ, რომ როგორღაც ჩაიგდონ ხელში და ირო ჩაიგდებენ ხელში და მე უკვე ჩემია. და ანუ სიო ეშვებიან, აღარ აინტერესებთ. მე აღარც ის ფლირტია, აღარც ის საჩუქრებია, აღარც ის საუბარია. ანუ თავარი ის კი არა რომ გაინაღდო და სახში ყავდეს. თავარი არის ის რომ მას ყურადღება არ მოაკლო. აი ეს ყველაფერი რო აკლდება, შესაბამისად მე უკვე მცირდება ის ყველაფერი, რაც მანამდე იყო. და შესაბამისად მაგიტომ ხდება, რომ პრობლემები შემოდის მე ურთიერთობაში. აი ეს განაღდება არ უნდა მოხდეს. ეს ხანდახან გოგოს ბრალიც არის და ნუ ბიჭის ბრალიც, იმიტომ რომ არ უნდა გაანაღდებინო თავი. ყოველთვის უნდა დატოვო ინტრიგა, ყოველთვის უნდა დატოვო ინტერესი. ანუ ბოლომდე ხელმისაწვდომი არ უნდა გახდე. ხანდახან უნდა აცადო რომ შენთვის იბრძოლოს. რაღაცეებში უნდა ისე უნდა ქნა რომ ის ინტერესი ყოველთვის გქონდეს. არ უნდა მოკლა რა, მოკლედ ინტერესი ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის ურთიერთობაში. და ალბათ პირადი სივრცეც შენი არ უნდა დაარღვევინო მას. იმიტომ რომ ცალკფრობა და ოჯახი არ ნიშნავს რომ ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ. ერთი მთლიანობა კი ვართ, როცა ურთიერთობა გვაქვს, თქვათ, მაგრამ იმის იქეთ აი ეს რამდენად მნიშვნელოვანია, რომ წყვილებმა, ქალმაც, კაცმაც დაიტოვოს თავისი პირადი სივრცე, სადაც არ მისცემს მეორეს უფლებას, რომ ხელები აფათუროს. ხო, ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია. პირადი სივრცე ურთიერთობაში, არა მხოლოდ ქორწინებაში, არამედ შეყვარებულობის პერიოდშიც ძალიან მნიშვნელოვანია. არაერთი მსმენია, რომ აი მე ყოფილვარ ურთიერთობაში და აი მე ყველაფერი გავაკეთე და აი მის გამო მეგობრებსაც კი ჩამოვშორდი, აღარც ვერთობი, აღარც ანუ რატო? რის გამო? გავიგეთ რომ ურთიერთობაში ხარ. კარგია რომ ურთიერთობაში ხარ. კარგი გამოცდილებაც არის და ბევრ რაღაცასაც გასწავლის, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენი პირადი ცხოვრება გვერდზე უნდა გადადო. პირიქით, აქ უნდა მოხდეს ის, რომ შენ უნდა განვითარდე, რაღაც ახალი უნდა ისწავლო, შემატო, ერთად უნდა განვითარდეთ. ყოფილა ხოლმე მომენტები ხშირად, რომ ერთი ვითარდება და მეორე საერთოდ ფსკერისკენ მიდის, ან ორივე ფსკერისკენ მიდის. არის ურთიერთობები, სადაც ორივე ზემოთ მიდის, არაერთი ყოფილა ეგეთი და ეგ ძალიან სამოტივაციოა, როცა ხედავ აი ეს წყვილი როგორ ვითარდება და როგორ ცდილობს ზემოთ წავიდეს. ეგ ყველაზე კარგია. აი როგორ უნდა ისწავლოს წვილმა ერთმანეთის ენა, რომ აი რაღაცა ხშირად უფრო ზემოთ მიდიოდეს და არა ქვემოთ. ანუ რა არის გასაღები, აი რა არ ვიცი რა ფსიქოლოგიურად როგორ უნდა მისცეთ რჩევა, რომ ერთმანეთის ენა უფრო მარტივი გასაგები იყოს მათთვის. პირველ რიგში საერთო ინტერესები. ხანდახან მსმენია, რომ საერთო ინტერესები რო აქვს, შეიძლება პირიქით მოწყინდეთ ერთმანეთი. არა, არ მოწყინდებათ ერთმანეთი, პირიქით საერთო ინტერესები ნიშნავს იმას, რომ მოგწონთ, როცა რაღაცას ერთად აკეთებთ რა. და კი, ხანდახან შეიძლება იყოს ის მომენტიც, რომ
მე მაგალითად მომწონდეს პირობითად რაღაც საშინელებათა ფილმი, იმას დრამა, რაღაცაზე შევჯერდეთ, დავიდეთ უყუროთ, ან უბრალოდ გავისეირნოთ, ანუ ეგეთი მარტივი რაღაცები პრობლემას არ წარმოადგენს. თავარია ინტერესი რო გქონდეთ ერთმანეთის მიმართ და რაღაცეებში დაემთხვიოთ. ძალიან თუ აცდენა არის, პირობითად 10 ინტერესიდან თუ 3-ია, ანუ ძალიან კატასტროფა, ძალიან აირევით ურთიერთობაში და მუდმივი გახლეჩვა იქნება და მუდმივი აზრთა სხვადასხვაობა და კონფლიქტი. ამიტომ აი ჩემი აზრით ყველაზე ნორმალური 10-დან 7 თუ არის საერთო ინტერესების დამთხოვა, ვფიქრობ იქ საკმაოდ ჯანსაღად და ყარაწავა ურთიერთობა. რას უშვება ურთიერთობას აი როდესაც ხდები მშობელი? აი რა საფრთხე აქვს ამ დროს? შეიძლება არც კონდეს საფრთხე და პირიქით უფრო მეტად გაამთლიანოს და გაამყაროს, მაგრამ ხშირად მსმენია რომ აი პირველი შვილი რო გვეყოლა, მე რაღაცა დუდუდუდუ და შემდეგ ხო? ხო, ხანდახან შვილი არის ის, რა მომენტშიც თითქოს ჩვენს ცხოვრებას ცოტა უკანაჩუჩებს, იმიტომ რომ მაგ დროს გჭირდება ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ბავშვს და რაღაც მომენტში გვავიწყდება საკუთარი ცხოვრება. გვავიწყდება ის გართობა, ყველგან სადაც მივდივართ, მე ყავს ბავშვი, ვეღარ ვიღებთ იმ სიამოვნებას ცხოვრებისგან, რაც არის. ან ქმარი მიდის და ცოლი ბავშვს ატანს. ეგეც არის, ხო, ანუ ხშირია შემთხვევა, რომ ქმრები არ ეხმარებიან და არ იღებენ მონაწილეობას შვილის აღზრდაში. ეს ძალიან ცუდია პირიქით. ამ დროს ყველაზე დიდი ჩართულება საჭირო მამის მხრიდან და დედის მხრიდანაც, იმიტომ რომ ბავშვი არ უნდა გაიზარდოს ერთის სიყვარულით, უნდა გაიზარდოს ორი სიყვარულით, იმიტომ რომ უფრო მეც ისწავლის ის, მამა უნდა იყოს როგორც ოჯახის მხარდაჭერი, ისე შვილის მხარდამჭერიც. და მარტო ის არ არის, რომ შემომტანი ხარ და მე ხო შემომაქვს ფული და მე ხო გაჭმევ, არა, ეს არა. ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს პირიქით. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ უბრალოდ ზრდი. ეს ხო არ არის რაღაც შინაური ცხოველი საკვები დაუყარო და აჭამო და ვსიო, ანუ არა. შვილი არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც კი შეიძლება რომ წყვილს კონდეს. ამიტომ აქ როცა შვილი ყავს, აუცილებლად პირველ რიგში ფსიქოლოგთან უნდა მიხვიდე, სანამ შვილს იყოლიებ. უნდა გაიარო ეს ეტაპი მათთან ერთად. ანუ ეს კარგად არის დამკვიდრებული ევროპაშიც და ამერიკაშიც, რომ სანამ წყვილი შვილს იყოლიებს, მანამდე ფსიქოლოგთან დადიან, არ ყვევენ, რამდენად მზად არიან ამისთვის, რომ შვილი იყოლიო. აქ ჯერ შვილი ყავთ და მერე შეიძლება ან საერთოდ მივიდეს ფსიქოლოგთან. რეალურად ეს ძალიან დიდ სამზადისს მოითხოვს, იმიტომ რომ შენ ავლენ ქვეყანაზე კიდევ ერთ სიცოცხლეს, შენ და მისდა დაუკითხავად და შენ უკვე პასუხისმგებელი ხდები იმაზე, რომ ეს სიცოცხლე, რომელიც შენ ამ ქვეყანაზე მოავლინე, ჩამოაყალიბო პიროვნებად, ადამიანად, მისცე სწორი გზა და გვერდში დაუდგე. არა თუ ის მარტო აჭამო და ისიც ზე დააყვედრო, რომ მე ხო გაჭამე და გაგზარდე. ბოდიში, მაგრამ მე ხო არ მომითხოვია ეს. შესაბამისად მომავლინე, შესაბამისადაც მომაქციე ყურადღება. ხო, პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესი რა არის ადამიანისთვის და იქ ქორწინების თემას მაინც ვერ ამოვწურავთ, მაგრამ ბოლო კითხვას დაგისვავთ. როგორია ქორწინების გვამთან ერთად ცხოვრება? ანუ როდესაც უკვე ესე ვთქვათ, ხო, აი ქორწინება რო გვამად იქცევა და მაინც რომ ქვია ქორწინება. აუ ეგ ძალიან რთულია. აი, იცი როგორ რთულია საშინლად. იმ კუთხით რომ წარმოიდგინე ყოველი დღე იღვიძებ და გიწევს იმ ადამიანის ყურება, რომელიც უკვე შენთვის საერთოდ არაფერს ანიშნავს. არანაირი ემოცია რო არ გაქვს, არანაირი სურვილი მასთან საუბრის. ანუ რომ არც აინტერესებს შენი დღე საერთოდ როგორ მიდის, ან თუ რომც მოუყვე შეიძლება საერთოდ რეაქციაც არ ქონდეს და არ აინტერესებდეს. ეს არის ყველაზე რთული, როცა ასეთ ქორწინებაში ხარ უკვე. ამ დროს არასრულებენ ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ შვილები მყავს და აბა რა ვქნა, მიწევს მასთან ერთად ცხოვრება და შვილს რო უწევს ამ ყველაფრის ყურება და ეს რომ მასზე ცუდად მოქმედებს და კომპლექსებს კიდებს და უფრო მეტად ართულებს მის მდგომარეობას, ამაზე რატო არ ფიქრობთ? კი, შეიძლება როდაშორდე გაგიჭირდეს, თუნდაც ორ შვილთან ან ერთ შვილთან ერთად ცხოვრება, მაგრამ ის რო შენმა შვილმა ამ გვამს უნდა უყუროს და შენმა შვილმა უნდა გაითვითცნობიეროს ის, რომ აქ მდგომარეობა არაჯანსაღია, ამაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ. ამიტომ ჯობს გადადგანა ბიჭი და წახვიდე აქედან, ვიდრე იჯდე აქ ამ გვამთან ერთად და საკუთარ შვილს აყურებინო თუ როგორია ცარიელი თვალებით და უსიყვარულოდ ყოფი ოჯახის ყურება ამ ბავშვს. იმიტომ თუ ცარიელი თვალებით და უსიყვარულო ოჯახი იქნება, ის მას როგორც ჩვევა თუ ტრავმა როგორც წეგან მოხსენთ, გაყვება დიდობაში და მოძებნის ალბათ ეგეთ ურთიერთობას, ხო? ეგეთ ურთიერთობას კი არ მოძებნის, პირიქით, ყველა ურთიერთობას გაექცევა. და ეცდება ყველაში დაინახოს ის, რომ მამამისიას, ან როგორც მამამისია, ისეთი არ უნდა იყოს. ანუ ყველას გაექცევა. იმიტომ რომ შეეშინდება და იცი რა სიტყვა ის ჩემთვის თავარი ის არ არის, რომ ქორწინებაში შევიდე, ჩემთვის თავარი კარიერაა. იმიტომ რომ მას იმის შიში აქვს, რომ თუ ვიღაცას ის გაყვება, მამამისივით აღმოჩნდება. და ეს შიში არ უნდა მისცე შენ შვილს. პირიქით.
შენ შურს უნდა ნახო ის, რომ თუ ესეთი კაცი შეგხვდება, არ უნდა გაჩერდე. ან თუნდაც ხალი არ უნდა გაჩერდე, ხო? ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომი, სწორად მოვინიშნე, ხო? ეს ეხა გახშირდა ეს სინდრომი თუ უბრალოდ მასზე არაფერი არ იცოდით თქვენ ფსიქოლოგი? ADHD ყოველთვის იყო, არის და იქნება, მაგრამ აქამდე საზოგადოებაში ეს არ იყო ცნობილი. ფსიქოლოგია ზოგადადაც აქ მეტნაკლებად არის ფეხმოკიდებული და ახლა მაქსიმალურად ვცდილობ ამის პოპულარიზაციას, რომ უფრო მეტი გაიგოს. რა არის? გამოგებინეთ უფრო მეტი რა არის სინდრომი? ეს სინდრომი არის, როდესაც ადამიანს აქვს ყურადღების ნაკლებობის დეფიციტი, ანუ უჭირს ერთ საქმეზე კონცენტრირება, ეს ერთი. მეორე, ყოველთვის ცდილობს, რომ რაღაც საქმეები ერთიანად აკეთოს, მაგალითად ტელეფონზე ილაპარაკოს, საჭირო მართოს, აქ რაღაცეები წეროს, ანუ ერთის რაღაცაზე კონცენტრირება უჭირს რაღაც ბევრს აკეთებს. პლუს ამას ADHD-ს მქონე ადამიანები, მიუხედავად ამ მინუსებისა, არიან საკმაოდ კრეატიულები და ჭკვიანები. მათი გონება უფრო სწრაფად მუშაობს. კი, შეიძლება რაღაცეებზე მარტივად ღიზიანდებიან, ბრაზდებიან, უჭირთ რაღაც ერთზე კონცენტრირება, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ჭკვიანებიც არიან და საკმაოდ აქტიურებიც. მთავარი არის ის, რომ ამ მომენტში შენ საკუთარი თავი არ დაკარგო და რაღაცნაირად ეცადო, რომ ამის გაკონტროლება შეძლო. რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ერთი კითხვა შემომივიდა ესეთი, რომ მიშლის თუ არა ADHD სწავლაში ხელს. აქაც გამეორდები ხელს არ გიშლის, არ არის პრობლემა. მაგრამ როგორც ჩემთვის სტანდარტული ადამიანისთვის თუ წესი არის ის, რომ დავჯდები და მე მეცადინებ მარტივად, იმისთვის ცოტა სხვანაირად არის. იმას ცოტა მეტი შესვენება სჭირდება, იმას ცოტა უფრო მყუდრო გარემო სჭირდება, ცოტა მეტი სტიმულაცია სჭირდება, რომ ამან იმუშაოს და უფრო პროდუქტიული იყოს მისი სწავლა. უბრალოდ ხელს ამაში არ გიშლის ეს ADHD. და როგორ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან ეს ყურადღების დეფიციტია თუ რა ვიცი უბრალოდ გადავიღალე და ვეღარ კონცენტრირდები? ADHD-ის შემთხვევაში ხშირია ეს სიტუაციები, როცა ხშირად გეფანტება გონება, როცა გიჭირს ერთზე კონცენტრირება და რაღაც ერთ რამეზე მუშაობა, როცა შენთვის ეს გარემო ყოველთვის გამაღიზიანებელია და რაღაცნაირად ცოტა ისე ხარ, ანუ აი ეს თუ ხშირი სიტუაციებია, ამ დროს ხვდები ADHD, მაგრამ თუ უბრალოდ გონება გადაღლილია, ხვდები მაგას მარტივად მიხვდები იმით, რომ შეიძლება კარგად ვერ გამოიძინე ზედიზე, ესე ვთქვათ, რამოდენიმე დღე. აი თუ ეს ამ ტიპის სიმპტომები ხშირია შენში და არა ყოველდღე, ანუ იშვიათი, ამ შემთხვევაში კი ეს ADHD-ია, თუ ხშირად გინმეორდება და გიჭირს ყოველდღე კონცენტრირება და რაღაცების ერთი საქმის გაკეთება. და ფსიქოლოგი ეხმარება რომ დაალაგოს თუ ბოლომდე ვერ. ისეთი სიტუაცია რომ ბოლომდე ვერ განკურნავ მაგას. მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად დასწავლი როგორ დაალაგოს გეგმა, ანუ დღის გეგმა როგორ შეიმუშაოს, იმიტომ რომ ამათ ADHD-ის მქონე ადამიანებს უჭირთ გეგმის შემუშავება. ეხლა მივიდეთ ფსიქოლოგთან. რატომ ხდება, რომ აი მაგალითად ფეხს რომ მოიტეხ, მიდიხარ და აუცილებლად ჩაისვავ მყარად, რომ იცი რომ ძვალი გატეხილი გაქვს. მაგრამ აი ცოტა მენტალურად თუ პრობლემები გაქვს და ფსიქიკურად ატყობ რომ თლად ისე ვეღარ ხარ როგორც იყავი, ძალიან გვიან იღებ გადაწყვეტილებას ყოველ შემთხვევაში აი ქართული საზოგადოება და მე მიდის ფსიქოლოგთან, ფსიქოთერაპევტთან თუ ფსიქიატრთან გააჩნია ვინ ჭირდება, ხო? არადან ძალიან ლოგიკურია თუ ძვალი მოგწყდა და ამას იფუთავ რომ შეიხორცო, თუ ფსიქიკას რამე ჭირს, აქაც დახმარება გჭირდება, ხო? რატომ უჭირთ? უჭირთ იმიტომ რომ რაღაცნაირად ამ ქვეყანაში ეს როგორც აღნიშნე განვითარებული არ არის. გონიათ რომ თუ ფსიქოლოგთან მივლენ ნიშნავს იმას რომ ასე ვთქვათ გიჟები არიან. ჩაბერილია. რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის, არ ნიშნავს რომ შენ გიჟი ხარ, პირიქით. ეს არის როცა შენი შინაგანი მე გეუბნება რომ მე რაღაც მიჭირს და მოდი მიშველე. ხშირია ხოლმე ეს ფრაზა რომ ჩემი თავის ფსიქოლოგი მე ვარ. აი ეგ უნდა მეკითხა ზუსტად. აი ეს რას აშავებს? თვითმკურნალობა, როცა გადაავადებ და იწყებ თვით განკურნებას, მე რაში მჭირდება ფსიქოლოგი. ეგ ყველაზე ცნობილი ფრაზაა. იდეაში ნახე როგორი სიტუაცია, კარგია იმას რო ხვდები რომ რაღაც გაწუხებს, მაგრამ შენ ვერ მიხვდები ეს საიდან მოდის. აი მე შეიძლება ახლა მაგალითად კუჭი ამტკივდეს და თქვა რომ კუჭი მტკივა, მაგრამ ხო შეიძლება ეს 12 გოჯა იყოს პირობითად. ისევე აიქაც. მე შეიძლება მე პრობლემა მაქვს და ვამბობ რომ მე რაღაც მაწუხებს, ალბათ კომპლექსია, მაგრამ მე ხო არ ვიცი ეს საიდან მოდის. არ ვიცი რეალური არსი რა არის ამისი, რა ტიპის კომპლექსი შეიძლება კიდე რომ მქონდეს, კი შეიძლება ბავშვობის იყოს, მაგრამ პირიქით იქნებ დიდობის არის, იქნებ უფრო მძიმეა ვიდრე მე მგონია. ამიტომ ასეთ დროს საკუთარ თავს არ უნდა გამოუტანო შენ თვითონ დიაგნოზი, ხო? ამისთვის არიან შესაბამისი პროფესიონალები, ვინც შენ დაგეხმარებიან იმ პრობლემის პოვნაში, რაც შენ გაწუხებს. იმიტომ რომ ეს მერე უფრო და უფრო იზრდება.
კაი, დღეს არ მივაქციე ყურადღება, ხვალ არ მივაქციე ყურადღება, ზეგ არ მივაქციე, მაგრამ უფრო დიდში გადაიჭდება. მერე იწყება უკვე შფოთვები, მერე ბიპოლარული აშლილობა, მერე ნერვოზი, მერე ის რა ქვია, კიდე ბევრი სხვა პრობლემა. და თუ კი საწყის ეტაპზე ფსიქოლოგი გჭირდებოდა, მერე შეიძლება ფსიქიატრი დაგჭირდეს, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. ხშირად ისიც ვსვენია ხოლმე, რომ მე ფსიქოლოგი არა, ფსიქიატრი მჭირდება. მე რომ მიკითხავს, საიდან გამომდინარე ხვდები? არ ვიცი, უბრალოდ ასე მგონია. ანუ ფსიქიატრი რო გჭირდებოდეს მინიმუმ ბიპოლარული აშლილობა უნდა კონდეს. ანუ შენი თავის რამოდენიმე ვერსია უნდა ყავდეს რა. ეს ერთი და მერე კიდე ფსიქიატრთან რომ მიხვიდე, ძალიან მწვავე ნერვების პრობლემა უნდა კონდეს. და თუ ამ ყველაფერს შენ არ გძნობ და უბრალოდ გეზარება ფსიქოლოგთან მისვლას და ამით საკუთარ თავს ასე ვთქვათ აპრავებ, რომ იცი რა, ფსიქიატრი მჭირდება, ანუ ეგრე არ გამოდის. ხო, აი მთავარი შეცდომები მაინც რას გამოყოფდით თვითდახმარების მცდელობებისას. რა არის ეს თავი შესაძლებელი რაც უშვებენ ადამიანები. ხო, გონიათ რომ თვითონ ყველაფერს აკონტროლებენ და იცი რა, ეხლა ეს პრობლემა მაქვს და ამ პრობლემას მე მარტივად მოვაგვარებ, მაგრამ არა, იცი რატო, იმიტომ რომ პასუხისმგებლობას გაურბიან. შესაბამისად, როცა იცი რომ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული, ნაკლებს აკეთებ და კაი ხვალ გავაკეთებ და ზე გავაკეთებ და რაღაც ეგეთი ზერელი დამოკიდებულება. ოდესმე ხო მაინც უშველი. და ანუ ეს არის პრობლემა, რომ პრობლემა არის, მაგრამ არ აგვარებს რა გადაავადებს ხვალ ზეგ მაზეგ. მაგრამ როცა უკვე ფსიქოლოგთან მიდიხარ, იქ საფასურს იხდი. ეს ერთი. ეს უკვე პასუხისმგებლობაა. მე მეორე სიამოვნებაა. მე მეორე პლუს ამას გიწევს ისიც, რომ შენ როცა ფსიქოლოგთან მიდიხარ, ის გეუბნება ეს რჩევა, ეს უნდა გააკეთო, ის უნდა გააკეთო. მე უკვე უნდა გააკეთო, სხვანაირად არ გამოდის. მაშინ წყალში ჩაგეყრება ხო ის ფული. დღეს კიდე გადასაყრელი ფული არავის არ აქვს, ლოგიკურია. ამიტომ მაგიტომ არის ფსიქოლოგი მაგ კუთხითაც კარგი, რომ ესე ვთქვათ დისციპლინასაც გიყალიბებს და პასუხისმგებლობასაც. რა შეიძლება დავარქვათ ყველაზე დიდი ტყუილი, რაშიც ადამიანი საკუთარ თავს აცხოვრებს, აი მაგ გზაზე. კარგად ვარ. ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი. რომელიც აი ესე ჩვეულებრივ მიღავს იკეთებს და რაღაცა და მე კარგად ვარ, არაფერი არ მაწყობს. ხო, მრავალი ნიღბიდან თქვენ თქვით და ალბათ რომელიც იღიმის იღებს ამოიღებს, ხო? იღებს და ამბობს რომ კარგად ვარ, მაგრამ რეალურად ის კარგად საერთოდ არ არის. თუ ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს. ანუ არ ვიცნობ რა, ანუ რაღაცა ჩემი თავი კი არ არის რაღაცნაირად ჭეშმარიტება, რასაც ვეყრდნობი, არამედ აი ვიღაც შორს ვეძებ და არ ვიცნობ ჩემ თავს. ეს ამასეთ ადამიანს შეიძლება უნახევარ ადამიანი უწოდოთ? იცი რა არის, აქ ვიტყოდი იმას, რომ ყველა ადამიანმა იცის რა არის მის შიგნით. უბრალოდ ხანდახან არ უნდათ ამის წინ წამოწევა და აღიარება, თორე ყველამ იცის რა პრობლემა აქვს შინაგანად და რა აწუხებს და რეალურად რა ადამიანია და რის იმატარებელი. მაგრამ უბრალოდ ურჩევნია ამაზე არ ილაპარაკოს, არც საკუთარ თავთან, არც სხვასთან და ეს ყველაფერი შიგნით უფრო და უფრო მეტად ქვემოთ ჩაიტანოს. რა არის ხოლმე რა დაარქვას? ჭრდილად გარდაქმნას კი. ყველაზე რთული რა არის რომ მიიღოს ადამიანმა თავისი აი ამ ანარეკლებიდან, ცუდი მხარეებიდან, ანუ რისი მიღება უჭირს? ალბათ ვერ იღებენ ისეთ საკუთარ თავს, როგორებიც რეალურად არიან და ცდილობენ გაექცნენ ამ თავის რეალობას. ამის მიღება ძალიან უჭირს. აი თუ მივიღებთ ისეთ ჩვენ თავს, როგორებიც ვართ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, თქვენ სწორად აღნიშნეთ, როგორიც არ უნდა იყოს, შენ უნდა მიიღოს შენი თავი, ხო? რას ნიშნავს, როდესაც ვაღიარებთ ჩვენს ყველა ალტერ ეგოს, მივცემთ უფლებას, რომ ილაპარაკონ, მაგრამ მაინც ვიპოვით მთავარ ალტერ ეგოს, რომელიც იქნება ლიდერი და არ მისცემს უფლებას დანარჩენებს, რომ რაღაცნაირად ეს დაჯაბნონ, მაგრამ ვაღიარებთ. ხო, აი თუ აღიარებ საკუთარ თავთან და იტყვი, რომ მე ამ ჩემს პრობლემებს ვაღიარებ, ამაზე ვმუშაობ, ვასწორებ, ამ დროს უკვე ხდება შენი მთლიანი, ესე ვთქვათ, ერთი ადამიანის შერწყმა და ზუსტად ამ დროს იწყება შენში ის სიმშვიდე და ის ჰარმონია, რაც საჭიროა შენი თავისთვის. მაგრამ თუ ამ ყველაფერს არ მიიღებ და არ იტყვი, რომ მე პრობლემა მაქვს და არ მაინტერესებს ეს. ამ შემთხვევაში მე ყოველთვის მოგიწევს საკუთარ თავთან ჭირილი, ბრძოლა, უარყოფა, ნეგატივი, ყოველთვის იქნები ჩაკეტილი საკუთარ თავში, გაგიჭირდება რეალობის აღქმა. ანუ აი ეს ყველაზე დიდი პრობლემებია თუ არ ეცდები შენი თავის პოვნას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია იპოვო შენი თავი, რომ დაეხმარო იმაში, რომ შენ უფრო მეტად განვითარდე და ეს შენი პიროვნება ერთ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. აი თუ შენ ტრამვას ან რომელიმე ალტერ ეგოს ან რომელიმე ჩვევას ესე გადამალავ და არ მიაქცევ ყურადღებას და იტყვი რომ აი მე მხოლოდ მე ვიცი და სხვა არავინ და სადღაც გადამალავ აი შორ შენს ცნობიერში, თქვენ ცნობიერში.
ხომ მოვადრო რომ ის მაინც მოძლიერდება, მაგალითად თუ დათვერი. კი. ის აუცილებლად გახდება მე ლიდერი. კი, რა თქმა უნდა. ანუ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ რას? როდესაც საზოგადოებაში გავდივართ, როგორც თქვი, ნიღბები გვაქვს. ვიღებთ ერთ ნიღაბს, ვიკეთებთ, გავდივართ, აი სამსახურში ნეიტრალური სახით ვართ, კარგად ვართ. ესეთი კარგ ტიპად ჩანვართ. მოვდივართ სახლში, ჩამოხსნით ამ ნიღბებს, ჩამოვყიდებთ, ავიღებთ ახალს, გავდივართ, მეგობრებში სხვანაირები ვართ. ანუ ყოველთვის ვცდილობთ ამ ნიღბების მორგებას და ყველას ისე ვანახებთ საკუთარ თავს, როგორც ეს ჩვენს გვაწყობს. მაგრამ საკმარისია ის ჩვენ მიერ ჩაკლული ეგო იქ ქვემოთ, რომელიც ჩუმად არის. რაღაც ისეთ ვითარებაში აღმოჩნდეთ. ხო, ელოდება რომ გამოგვიჭიროს. შენ შემთხვევაში ამას იწვევს ალკოჰოლი. ალკოჰოლი ყველაზე მეტად გეხმარება იმაში, რომ ის შენი ჩამალული ეგო ამოხტეს კარგად და შენი რეალური სახე დაგანახოს. არაერთი ყოფილა ეგეთი მომენტი და მოსულა ჩემთან ერთ-ერთი კლიენტი, რომ იცი რა, მე სიფხიზლეში ძალიან კარგი ადამიანი ვარ, მაგრამ რომ დავლევ პათოლოგებს და სამწუხაროდ მე არ მუშაობ ამასთან დაკავშირებით და უთხარი კიდეც. მაგრამ ერთ-ერთი მაგალითი ეს არის, რომ შეიძლება ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ აი იქ უკვე ის შენი დამალული ეგო მაინც ამოხტება, ასე ვთქვათ და მაინც გამოაჩენს საკუთარ თავს, იმიტომ რომ მაგი მისი დამალვა ბოლომდე ძალიან რთულია. ნუ ამიტომ ალბათ თავარი გამოსავალი არის, რომ ვაღიაროთ ჩვენივე თავი და ჩავხედოთ ჩვენს ჭრილებს, თუ აქვს თვალები ჭრილებს, არ ვიცი. კი, ჭრილებიც აქვს, თვალებიც აქვს და კიდევ ის ხო, კი, ყველაფერი. ან არ დავლიოთ. არ დავლიოთ, ხო ესეც. დიდი მადლობა, ვიდრე დაგემშვიდობებით, რაღაცა მინდა გადმოგცეთ, ერთი წამით მივირბენ. მოკლედ ეს ჩემი რომანია შარშანდელი ლიტერას ფლობელი და შევეცადე რომ გადაუმუშავებელ ტრამვებზე დამეწერა და ძალიან შევარჩიე და დიდი სიამოვნებით მივიღებდი შემდეგ თქვენს შეფასებას როგორც არის. მადლობა თქვენ ინტერვიუსთვის, პოდკასტისთვის და ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა. გამოიწერეთ აუცილებლად. ხო, უნდა გამოგვიწეროთ. და დაალაიქეთ ვიდეო, იმედია მოგეწონათ. ნახვამდის.